გამარჯობა. გამარჯობა მოვედი. ჩემით მოვედი. არავინ არ მომათრია. ესა ყურით. მომათრია ცუდად არ მithქვია. ეცადეთ ერთი დავკეტო ესა. რა ქვია მაგას? აი მის კარები ქვია, იმიტომ რომ მიდიდა ხო იცით ახლა რატოც ვიცინი და აღარ გეტყვით. ეხლა შემოვქანდი სახლში. მეჯავრება და მეზიზღება პატარა ჩანთები. ანუ არ მიყვარს. არ მიყვარს იმიტომ რომ არაკომფორტულია არ ეტევა, საფულე არ ეტევა, არაფერი. ზოგი სათვალეც თვალებზე მიკეთია, ჯიბეები კი მაქვს. ხო და ძალიან ისა არ არის კომფორტული, მაგრამ მაინდა-მაინც ეს პატარა საფულე ჩანთა წამომედება ხოლმე ხელში რომ გადავიკიდო უცებ. ეხლა ხალხებო, ეს ახალი ბეჭედი მიკეთია, იცოდეთ. გაჩვენოთ? გაჩვენ. ნანა, ასწი ერთი ადგილი. ესეც მინანქარია, მგონი არ მიჩვენებია ბოლო ნაყიდობებიდან არის. ესეთები ხომ აქ და მაგ. ხო და მრავლობითი არ წამომცდა ეგრეა. ხო და ეხლა მოვედი რომ რამდენიმე დღეა მინდა რომ მოვიდე და ვერაფრით ვერ მოვახერხე და ეხლა შემოვედი სახლში, არც დრო არა მაქვს. უკვე პირველი დაიწყო და სადილობა მოდის და ჰაი და ჰუა, მაგრამ აი დარდი და ბოღმა კიდე თუ ისა სადილობა მოდის. უცებავ თქვი რომ ტელეფონიც მიჯდება, მაგრამ მაინც მოვედი. რამდენსა ლაპარაკობს ეს ქალიო, მართალია მინდა და ვლაპარაკობ, იმიტომ მოვდივარ რომ ვილაპარაკო. ეხლა გავედი. არ ვაპირებ, არაფერი არ მჭირდება დღეს, აი ყველაფერი ხო მაქვს სახლში და არ მინდა, იმიტომ რომ წინა კვირას ნაყიდობები ვაკეთე. მაინც იქ რაღაცას წამოვედე, იქ რაღაცა ის მომინდა, იქ ქათან მომინდა, იქ ის მომინდა, იქ რა ქვია მაგას ინოჩეტეს ჭვენი გამოუყოლე, იქ ხო დამიძახეს, მათი ბრალი იყო, მეხორცებმა დამიძახეს, ნანა მოდიო ღორის ფეხები არისო. მივედი. ამ ბიჭმა კიდე ახალგაზრდა ბიჭი რომელიც იყო დაჭრა არ იცოდა და სვა ესე გარდი მოემხელა ნაწილებად დამიჭრა. ღორის ფეხები ამ რომელიც მაძლევს ხოლმე ის კი მიხვდა რომ არ იყოს სწორად დაჭრილი, მაგრამ არა უჭირთ. მე ვთხარი არა უშავს რა ქვაბში უფრო კარგად ჩავამეთქი და მუჟუჟი გავაკეთე წირო მაჩუქეს წინა კვირას. ჩუქნიან ხო ფასს არ მახდევინებენ. წამოვედი მე რა თქმა უნდა და ყავა დავტოვე, ანუ ყავის ფული დავტოვე და როცა გინდა მიდით მეთქი და მიირთვით. ხო და წირო მაჩუქეს მუჟუჟი გავაკეთე, ჩემ ქვარმა თქვა მე არ მინდაო და მეთქი კაი და კარგად შევცხე მუჟუჟი და ყოველ დღე 2-3 ნაკუწალას მივირთმევდი. კოლაგენი. ეხლა ახალი რა არის შენთანო თუ იტყვით. რა ვიცი მე ხალხო, ახალი ის არის რომ მე და ჩემი ქმარი წავედით ანტიკვარიატის მაღაზიაში. ანტიკვარიატის მაღაზიას გადყლართულად ვეძახი და როგორ ვთქვა ეხლა ვითომ რომ მარკები ავწიო, თორე ისე მეორადების მაღაზია დავარქვათ თუ გინდა. ოღონდ ის კი არ არის რომ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. არა. სახლიდან გამოტანილი ყველაფერია. ანუ, როდესაც სახლი აღარავისი, ან უნდა გაყიდონ, ან უნდა დაცალონ, ან იცვლიან, ან მოკვდა ყველა და აღარავინ აღარ არის. მოკლედ სახლს რო ცლიან, მიდიან მაღაზიაში და ეუბნებიან, მოდი, წაიღე ყველაფერი და მე რასაც გაყიდი და რასაც მომცემ, ამ წინასწარ ურიგდებიან როგორც არის და ყველაფერია ეს სურათები გინდა, ყველაფერი არის იქ, ჭურჭლიდან, წვრილი, რაღაციდან დაწყებული, დიდ ავეჯამდე დამთავრებული ყველაფერია. ხო და შევედით რომ მინდოდა ტომბოჩკა რო ვიყიდეთ წინ, იმაზე დასადგმელი რამე მინდა. არ ვიცი რა, რამე. მე დავინახე სამარილეს ვეძებ რამდენი ხანია, თიხის სამარილე მიდგა გასთან ახლოს და საფარებელი გამიწყდა და მაღლიდან ლამბაკი მიდევს, ბლუდუჩკა, ლამბაკი, ხო და რამდენი ხანია და ვერა პოულობ, იმიტომ რომ ზოგი არის სამარილეები რო არის, ძალიან მყარად ეფარება და არ მინდა მასეთი, ზოგი არის რო ის არის, რა ქვია, პატარა და მოკლედ რა ვერ ვიპოვე, ისეთი როგორ თვითონ დავინახე იქ არის. ავიღე.
და აღმოჩნდა, მე კი გადავიხადე 3 ევრო და რაღაცა კაპიკები და აღმოჩნდა, რომ მოვედი სახლში და ამოვატრიალე და ხელით არის თურმე მოხატული, იტალიური ეს არის თიხა, ხელით არის მოხატული და თავისი ხელმოწერა აქვს ქვეშ და რო ვნახე ღირს, კარგად ფასებ, ეგ ჩემი სამარილე ღირდა 69 ევრო. ახლა ეხლა ამდენი ლაპარაკი და გაჩვენებთ, ეხლა მოვიტან და გაჩვენებთ და ძალიან კომფორტულიც არის, ლამაზთან ჩემი 3 ევრო ლურჯია და სამარილეც ლურჯია. მოხატულია ლურჯი. მერე უცებ დავინახეთ ისა. ყუთშია თავისივე ჩარჩოში ჩასმული პატარა მარაო. დედა გავგირდი ეგეც მომინდა. მერე დავინახეთ ვიოლინო საათი და ზუსტად იმ ტუმბუჩკის ფერია. ვიღას ახსოვდა რომ მე რამე ვაზა მინდა იქ დასადები რომ ისა გასაღები და სათვალეები ჩავყარო მომინდა ის. იმიტომ რომ ზუსტად იმის ფერია. ხო და ეგეთი რაღაცები ვიყიდეთ. ეხლა თქვენ თუ დამელოდებთ, გავიქცევი და მოვიტან და გაჩვენებთ. კი შემეძლო რომ ტელეფონი წავიღო და გადავიღო სადაც დავკიდეთ, მაგრამ თან იმ კუთხეში, სადაც ის მარაო დავკიდეთ, ფიქრიას ნაჩუქარი მარაოები მიყიდია და ძალიან მოუხდა. იქ საათი, სხვა საათი გვეკიდა, რომელიც დედაჩემის ნაყიდია და ინოჩენტე არ ახსნიდა, რომ ესო დედაშენის სახსოვარიაო და მე მასეთ რამეებს არ ვანიჭებ მნიშვნელობას, იმიტომ რომ თუ დედაჩემი რამე ნივთებმა უნდა გამახსენოს, ეგ აღარ არის ხსოვნა. დედაჩემის მე ვერაფერი ვერ დამავიწყებს და ვერც ვერაფერი ვერ გამახსენებს, როგორ გითხრათ, რა ვიცი, ყველა რა გაიფიქრეთ, რომ სიცოცხლე გაჩუქა და მორჩა, მეტი რაღა გინდა. ხო და შეიძლება მე არა ვარ მართალი, მე არ ვამბობ რომ მე ვფიქრობ ეგრე ის რომ აი ის მინდა სახსოვრად მქონდეს, არა, რას ქვია ის მინდა სახსოვრად მქონდეს და ის რავი ეგ მე არა მაქვს ეგ. მე არ ვამბობ რომ მე ვარ მართალი, არა, მე ვარ ეგეთი. ეგ იყო ახალი ამბავი და შენაძენი, ეგ იყო სახლში, ვაიმე და გავიხადო. დღეს 18 გრადუსია, თბილა, ცხელა, აი ეს არც უნდა ჩამეცვა, მე მგონი ტყავის იმაზე უნდა გადავიდე კურთუხზე. გავედ, კიდე რა უნდა ხო ამას ისეთი კვაყოფილი დავრჩი და ისეთი მთელ მაღაზიაში ისმოდა ჩემი ყვირილი. რა იყო მანდ ისა განსაკუთრებული, არაფერი, მაგრამ მე ხო ყველაფერი მიხარია, რაც საქართველოსთან არის და პარასკევი იყო თუ შაბათი არ მაღაზიაში ვიყავი და სალაროსთან აბა რა თქმა უნდა, თუ არა ყვირი ვარ, თუ არა ვინმეს რამეს არ ვეხუმრები, თუ არა ჯაჯღანებ, გონიათ რომ ცუდათა ვარ და რაღაცას მეკითხება ამას როგორ აკეთებ და რაღაცას აყვები რომ ამას ისე ვაკეთებ, ასეა, ისეა, კარგია, ცუდია რაღაცები ყვირი ვარ. და ერთი გოგო ჩემ უკან დგა ახალგაზრდა გოგო და სალაროს ქალი ეკითხება რომ შენო რასაჭამო დღესო და არაო, იმანო თხრა მე სახლში არაო, საღამოზე რესტორანში მივდივართო ბარშიო და ვაუ, რა კაია რესტორანში მიდიხარო და ხო ისაო რაღაც ახალი რესტორანი უნდა გავსინჯოთო და ნეტა როგორ იქნებაო, ისაო ქართული რესტორანიო. აბა ქართული რესტორანიო რო შევხტი და შევობრუნდი. მე ვთხარ, წადი მე ვთხარ, გარანტიას მე გაძლევ. ყველაფერი იქნება საუკეთესო. აბა ნახე მეთქი, დააგემოვნე როგორი კარგი იქნება. hold თბილისი ქვია. ხო, მე ვთხარ თბილისი ჩვენი დედაქალაქი არის მეთქი და წადი მეთქი და ეს სალაროსი ის ძახის კმაკნია ის ქალთა არ ამსგავსი. არა მე ვერ ვენდობი. რაო, მე ვთხარ რას ვერ ვენდობი მეთქი. მე ვთხარ განაჩინელები ვართ რომ 1000 ხარახურას ჩავიყაროთ მუცელში მეთქი, ვთხარ ჩვენ ისეთ რამებს მივირთმეთ რომ თქვენ ვერც კი ოცნებებთ მეთქი. არა განა მაგიტოვავდი მე ვთხარი შენასაც საჭამებას ქართველები არ შეჭამენ მეთქი და შემომელაძღა კულტურულად. ხო და ეგრე. ხო და ეხლა ის გოგო არ ვიცნობ ის ნეტავი კიდე შეხვდეს, ის ხო მიცნობს, ის მიცნობს და შეიძლება რომ შემხვდეს თვითონვე გამომელაპარაკოს და მითხრას მოეწონა თუ არა. ხო და ეგრე ამ ბოლო ხანებში იტალიაში ძალიან დიდი რეკლამა ხდება საქართველოსი. ძალიან ბევრი არეკლამებს, ბევრი ვიდეოები იდება, ბევრი
საინფორმაციო სახის და აი როგორია საქართველო და აი როგორია საქართველოს სამზარეულო და ზოგი კარგი, ზოგი დასცინის. ერთი რამდენი 4 ბიჭი იყო თუ 2 თუ 3 ბიჭი აღარ მახსოვს საქართველოს ჩამოვიდნენ და ხან იმას დასცინოდნენ რომ ნანგრევები არა, საგარ ჩამოძონძილი სახლები და მანქანები კიდე ისა სუფირმა მანქანები დგა და ვერ დადიან, ნუ დაცინოდნენ. როგორები მივწერე, იტალიელები იყვნენ ეს ბიჭები. მე ვთქვა თქვენ მათხოვრებ. თქვენ საქართველოში შესაშვებიც არ ახართ მეთქი. ეხლა მთავარი ის არის რომ განამთლად ტყუილს ამბობდნენ, მაგრამ შეეძლოთ არ ეთქვათ. ხო, ტყუილს არ ამბობდნენ. აი მართალი რო არის და რო გეკმინება, ხო იცით, მაგრამ რატო უნდა ეთქვათ? არ უნდა ეთქვათ. თორე მეც ვიცი რომ საქართველოში ბოლო ფულით იყიდიან, რა ქვია, მანქანას და ბენზინს ვეღარ ასხავენ მერე და დგა. ან კიდე ისა ის ხალხი მაინტერესებს, სადახართ ერთი დამენახეთ 2000 არ ვიცი რა ღირდა ეხა ტყუილი არა თქვა, ისა რა ქვია, iPhone 16-ები რო იყიდეთ ბანკის ვალით და ჯერ ის რო არ გადაგიხდიათ და ეხა 17-ები რო წამოგეწიათ და გაბანძდით. თუ ეხა ვინმე იტყვის რომ დასცინიო, კი, აბა რა, დავცინი ვარ. მე დავცინებ ყველას, ვინც iPhone 16 განვადებით გამოიტანა, წლები უნდა მაგი იხადოს, ყველაფერი უნდა მოიკლოს და ამ დროს 17 წამოიწია, სადაც არის 18 გამოვა მომავალ წელს ალბათ და ისა ხელებში გაუბანძდა ეგ ტელეფონი თან იძახიან არც არის კარგიო, არ თუ 17-ზე იძახიან არ არის კარგიო. არ ვიცი, მე არ მაინტერესებს, მაგრამ დავცინებ ყველამ ასეთ ადამიანს, ვინც აიღებს მაგისთვის და მერე კრედიტებს და მერე იხდის და ისა დავცინებ. დასაცინია და იმიტომ დავცინებ, იმიტომ რომ თუ ტილიანი ხარ და არ არის ეგ ყველაფერი კი არ არის გამოსული, რომ ყველას ყველაფერი უნდა ქონდეს. არა, მე ვერაღაცას ვერ შევწუდები და არა მაქვს, ხო? ხო სწორია, არა მაქვს ბრილიანტები, მაქვს ერთი ბეჭედი. არა მაქვს და ვამშვენივრად. რო ვერ შევწუდები და რა ქვია, შორენა ბეგაშვილისნაირ ბეჭედს რო ვერ გავიკეთებ, არა, დავაყენებ ერთ ადგილს, გავიკეთებ იმას, რასაც შევწუდები. და არა რომ გავიჭიფხო და როგორ თქვა არ ვიცი და ქმარიც მოკლა, მივაკლა და მივასრისო ეს მინდა და ის მინდაო. ო, აი ეგრე. ხო და თუ ტყუი ვარ ეხლა მე ასე ვფიქრობ. ტყუი ვარ თუ არა ტყუი ვარ არ მაინტერესებს. გავიქცევ ეხლა და მოვიტა და სამარილესაც გაჩვენებთ და სხვა რაყიდობებსაც. არ დავაპაუზებ ეხლა აქა ვარ. ერთ წუთში წამში. წამში აქა ვარ. წუთში წამში. აჰა, ეგეც ეგრე მუსიკალური ბიჭი რომ ყავს სახში ხოლმე ჩანდეს. ეს კიდე არის იგი. ჩანს, არ ჩანს, არ ვიცი. ეგეთი. და აიცა, ძალიან ის არის კარგი მოსახერხებელი, გინდა კოლჩაყავი, გინდა ხელები, თითები, რაც გინდა. და ძალიან მომეწონა, აი რავი რა, მე მომეწონა. ეხლა გაჩვენებთ იმას. ვარაუს. ვაი. აი. მაიცა. ცოტა იქრე. აი ეგეთი. არ ვიცი, ანათებს გონდა ეჭირა, აი ეგრე. ხო და ეს ძალიან უხდება იქა კედელს. ეს ჩამოკიდებულია და ესა დგას. საათიც კარგად მუშაობს. დავაბრუნე ლოკაციის ადგილას. დავაბრუნე თავის ლოკაციაზე. ხო და ეგრე. ხო და ეგეთი ამბები მაქვს, ხალხო, ხან მოწყენილობა მაქვს, ხან ცოტა მოვიმხიარულებ, ხან გიჟივით ჩემ თავს ვერ შემოუძახებ. ძალიან დარდი ყველას ხო აქ გულში, ეხა სანერვიულოც დამემატა ეს ჩემი ქმრის ამბები. უფასოზე შანსი არ იყო ვერანაირად ვერ
რა ქვია მაგას ვერ დაიცა ეს ცოტა გამოვანათოთ სახელოები ვერ ვიპოვეთ 2-3 თვეშიც არ არის ადგილი არსად ანუ ვერანაირად სადაღარ ისავ ქენით გადავამოწმეთ და ფასიანი თქვენ წარმოიდგინეთ ფასიანიც კი ხუთშაბათს დავრეკეთ ხუთშაბათს და აი ეხლა რომ პარასკევი მოვა ეხლა არის ადგილი ტომოგრაფია რა ქვიაო? რა მითხარით? დამიწერეს რომ ქართულად რაცა ქვიაო, ხო მიხვდით რაცა 275 евро და 2 евро მარკა დაბოლო 277 გამოდის 300 евро. ხო, ერთი სხვა ანალიზიც გავიკეთეთ, იმიტომ რომ ეგ გაგიკეთონ, უნდა წარადგინო ისა, რა ქვია მაგ ანალიზს კაცო. ეხლა ჭადის სახელი რომ დაგავიწყდება. კერატინიზიც გავიკეთეთ, ეგეც 7 евро. მოკლედ 300 евро გამოდის რა. ხო და შაბათს გვექნება ხელში ეგა. მერე დაურეკავთ ექიმს, როდის დაგვიბარებს და იქითა კვირას იქნება. არა ვფიქრობ წინასწარ არაფერზე. არც კარგზე, არც ცუდზე. რაც იქნება და როგორც იქნება, ისე იქნება. იმედი მაქვს ღმერთთან, რომ იქნება და გადავრჩეთ. თუ არა და რაც მოგვერგება, ეგ იქნება ხალხ, მეტი გზა არ არის. გადავაწყდი ერთ ვიდეოს ისეთი ცუდად გავხდი. იტყვით ახლა რომ მასეთებს რატო უყურებო? არ მიძებნია, არაფერი ვსკროლავდი და ამოაგდო უბრალოდ ვიდეო, სადაც ახალგაზრდა კაცია, არ ვიცი რამდენი 35 წლისაა თუ ეგრე 40-მდე 35-40 წლის. ქონდა სიმსივნე საყლაპავი მილისა, კუჭისა და რა ვიცი მოდებული როგორ იყო არ ვიცი, მოკლედ ბევრი ქიმიებით, ოპერაციები, მოკლედ ებრძოლა 2 თუ 3 წელი და დაამარცხა. კიბო ბოლო ანალიზებით აღარ იყო აბსოლუტურად სუფთა იყო ყველა ის ვალორებს რა ქვია, მონაცემები, სისხლის, იმისა, აღარ იყო აბსოლუტურად სიმსივნე, მაგრამ ქონდა ტრომბი და ქონდა ეს ტრომბი წავიდა და მოკლედ გაიჭედა ფილტრში და იმას სითხე ჩადგა რა ფილტრში და იმაზე იმკურნალა. საავადმყოფოში იწვა რა ვიცი ცოტა ხანი ერთი კვირა რაღაცა, მოკლედ დაუშრეს ერთი ფილტრი სულ განთავისუფლდა და მეორეზეც ამკურნალობდნენ. იმ პერიოდში ყოველ კვირა უკეთებდნენ ანალიზებს ყველაფერი მშვენივრად და მერე უკვე რომ ეს ტრომბიც როგორ ვთქვა რა იმკურნალა და აღარ იყო საშიში არაფერი და ფილტრზეც კარგი მდგომარეობა და გადასარევი გაუკეთეს ანალიზები და ამოვიდა კიბო სიმსივნე მეოთხე სტადია რო ოპერაციას არ ექვემდებარება. არ იციან რა გააკეთონ რა არავინ რო არ ელოდებოდა, საიდან მობრუნდა, საიდან გამოტყვრა, რანაირად მოხდა, არ იციან და ეხლა კონსილიუმებს და იმებს იწვევენ, რომ რა გააკეთონ, რა მკურნალობა დაიწყონ, რომელი ქიმია, რაღაცა იმუნოთერაპია, რაღაცა დაუწყონ ამბიც და ისეთი ცუდად გავხდი. ჩემ თავს ვერ დავძალე და რამდენჯერმე ვუყურე და აი წარმოიდგინეთ როგორ ვიყავი. შვილები ყავს, ოჯახი რა თქმა უნდა და მთელი ეს პერიოდი, ხო, მაგანაც ჩემსავით აიო იძახდა რომ მეო დავამარცხეო ალიმენტაცია როგორ კვების სტილი რო შევცვალეო აბსოლუტურად ამოვიღეო ყველანაირი შაქარი როგორც მე რა შაქარი ამოვიღეო ყველანაირი ისაო ცილა ამოვიღეო ეს ამოვიღეო ის ყველაფერი ამოიღო და მოკლედ თვლიდა რომ მაგით დავამარცხეო და ეხლა ისევ მობრუნდა უკვე როცა ამოვისუქეო და ჭამა დავიწყე ჭამა ის კი არ დაიწყო რამე ცუდი რამეები ნორმალურად რა კვება დავიწყეო ისევ მობრუნდა. ხო და
აი ეგ მაგრად ძალიან მაგარი ცუდი რამეა იცი რომ ალბათ რა ცუდი იქნება რომ ფიქრობ რომ მორჩა დავამარცხე და ამ დროს ბაც და უცებ მოგიბრუნდება და ძალიან ცუდი მე ჩემ თავზე ვფიქრობ რომ მირჩევნია რომ არ დავამარცხო და ერთხელ მოვისვენო ვიდრე ეგრე რამდენჯერმე მიბრუნდეს და მე არ მინდა ალბათ რა სიცოცხლე ხო იცით როგორი რამეა ტკბილია ხო და ეგრე ჩემო კარგებო ეგეთი ამბები გვაქვს რას ვიზავთ ხალხო ყველას თავისი საფიქრალი აქვს ყველას თავისი გასაჭირი აქვს ალბათ გასაჭირი ბჭყალებში ჩავსვავ იმიტომ რომ ზოგ შეიძლება გასაჭირი ისე გონოს რომ აი კარგი ტელეფონი ვერ იყიდოს ზოგისთვის ის იქნება გასაჭირი რომ აგერ პურის ფული არ აქვს ზოგისთვის ჯანმრთელობა ზოგისთვის რა და ზოგისთვის რა ხო ვალები რამდენს აქვს ბანკის ვალი ვერ იხდის ზოგს პინაეკა ბევრი რამეა ბევრი პრობლემაა და არავინ არ იცის ვინ ვის რა როგორ ვთქვა მეტად აწევს გულზე და ვის რა პრობლემა აქვს ეგ ზოგისთვის შვილებია პრობლემა ზოგისთვის ყველანაირია და ვერ გაიგებ რომ ზოგი რომ დაიწუწუნებს არა და ამ დროს შენ ხარ ამ მდგომარეობაში მის სიტყვაზე მე და ჩემთვის ახლა ვიღაცის რაღაცა წუწუნი ის რომ აი სამუშაო არ მაქვს და პურის ფული არ მაქვს ჩემთვის ეგ არის არ ვეტყვი პირში იმ ადამიანს მაგრამ ხო გავიფიქრებ ჩემთვის რომ გაატოკე ხელები არ მითხრათ არავინ არ არის სამუშაო არ მითხრათ არავინ რომ დაბალი ხელფასებია არ მითხრათ არავინ იმიტომ რომ არ მივიღებ მაგ თქმას მე არ ვამბობ რომ ისეთი ხელფასებია რომ ყველა კარგად იცხოვრებს და ისეთი ის არის რომ არავის არაფერი არ ეკლდება მაგრამ მე ის ვიცი ჩემი საკუთარი გავლილი ცხოვრებიდან და ჩემი გამოცდილებიდან მდიდარი და ღარიბი სულ იყო ყველა კარგად და მდიდარი ვერ იქნება გადავაწყდე ერთს რომ ისო საქართველოში არ არსებობს საშუალო ფენა არიან მდიდრები და ღარიბები ინდოეთი გახდა საქართველო ადრე ინდოეთი იყო ეგ ხო და აღარ არსებობს საშუალო ფენა აი საშუალო ფენა რომელსაც შეუძლია რომ დასასვენებლად წავიდეს იმოგზაუროს არ არსებობს ეგეთი ფენა საშუალო არის მდიდრები რომელსაც ყველაფერი შეუძლიათ და ყველაფერზე მიუწვდებათ ხელ და არიან ღარიბები რომელსაც არაფერი არ აქვთ გავიგეთ მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ თუ ჯანმრთელად ახარ ადამიანი და ჯანმრთელი ახლა სულ ჯანმრთელი არავინ აღარ არის არა მაგრამ მე ნაკლებად რა სამუშაო უნდა იშოვო თუ ვერ იშოვე უნდა გამოიგონო თუ უნდა გატოკდე უნდა გაიქნიო ხელფეხი და მე არ ვამბობ რომ გექნება ყველაფერი და დასვენება გექნება და სათხილამურო თიული და ზღვაზე არა მაგრამ პურის ფულს იშოვი და იცით რას გეტყვით არ არის აუცილებელი რომ არ იქა ყველაფერი თავზე ყველას გვეყაროს არ არის ეგეც აუცილებელი უნდა არ ვიცი როგორ გითხრა ყველას უნდა რა თქმა უნდა მე ყველას უნდა ყველაფერი რომ ეხლა არ მითხრას არავის შენაში გენაღულება და შენ ეგ პრობლემები არის მე ყველაფერი მაქვს გამოვლილი ყველაფერი მაქვს გამოვლილი მე რომ ზღვაზე დასასვენებლად წავსულიყავი არა მთელი თვე მატყლი ვრეცხეთ მდინარეში მე და დედა ჩება რომ 100 ლარი შემეგროვებინა 100 ლარი მოეცა ჩემთვის დედაჩემს რამდენი წლის ავეგდე 30-ზე ზემოთ ვიყავი მე და ჩემი დაქალი 100 ლარი თუ 100 მე მქონდა 100 ლარი იმას მქონდა ეგრე როგორღაც იყო და მაგით წავედით ქობულეთ ჯერ არავინ არ დადიოდა ჯერ აჭარა დაკეტილი ზონა რო იყო იმ დროს წავედით ხო და იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი მაქვს გამოვლილი და მე არაფერი არ მიგვის და არ მეძნელება არც მაშინ არც ახლა არის კარგია თუ არის არ არის არ არის მაგრამ ის რომ აი ეს მათხოვრები რო შედან ახლა და რატო თან ლანძღავენ ხალხსა ლანძღავენ TikTok-ზე მაქვს საუბარი ხალხსა ლანძღავენ რატო არ გვირიცხავთ თქვენ ასეთებო თქვენ ისეთებო რისთვის ახართ აქ რისთვის მიყურებთ ჩარიცხებული დედა გავგიშდი ხო და ისო ეს მეკოინებიო ეს სტრიმერებიო ემიგრანტებს რო გადავხედავ ხოლმე დროშებს ხო იყენებთ ემიგრანტები მიყურებთ ხო TikTok-ზე ვინც ახართ ბრძანდებით ემიგრანტები რო ხართ აი აქ რო მუშაობთ
სიტყვაზე შეიძლება შვილებიც არ აყავთ და არავინ არ აყავთ სიტყვაზე იქ შესანახი, როგორ დავიჯერო, არ ამჯერა, მაგრამ რაღაცა ლიველები რო გააქვთ, ეგ ზოგი მე-20 ლიველზეა, ზოგი სად, ეხა ვინც არის ის ვერ გაიგებს, მაგრამ ეგ იმის მიმანიშნებელია, რომ დონაციებს აკეთებენ TikTok-ზე. ანუ ვიღაცებს თამაშის დროს ფულს ურიცხავენ. საჩუქრებს ურტყავენ. ფულია ის, ხო? ხო და ეხლა უყურე ამ ხალხის სიშტერე სადამდე მიდის. ეს ხო თამაშობენ. გარდა იმისა, რომ აზარტია, თავი დავანებოთ. ყიდულობს, მაგალითად მე, ყიდულობ 100 ევროსი ვიყიდე ლომი. სიტყვაზე ვამბობ, დავამრგვალოთ $100. ლომი ვიყიდე. და ეს ლომი, მე ხო გადავიხადე $100. დაურტყი ვიღაცა შტერს. ვიღაცა მათხოვარს, რატო მათხოვარი, ჩემზე კარგია ისა. დაურტყი იმას და იმან TikTok-ი უხდის იმის ნახევარს, რაც აღირს. ანუ უკვე ნახევარი ფასი დაიკარგა. კიე? ოიდა ჩემი მშვიდობის მაძიები. TikTok-ი იმას უხდის ნახევარს. მერე ეს ხომ თუ ის უნდა გადაახურდაოს, ახალი იყიდოს, ახალს დაუწყოს, კიდე ნახევარი იკარგება. იგეთი ღრმა ტყია მან და ვერ გაიგებ ვერაფერს. ხო და ამ ემიგრანტებისა მიკურს, რომ ამებს მე-20 ლიველზე რო ახვედი, ესე იგი ურტყავ ხალხს, ხო, იმ შენ ნაშრომს. კაი, არავინ არ აკყავს შესანახი. შენთვის მოიხმარე ის შენი ოხერი ფული, ადამიანო, რა დგინდა ვიღაცას, რაში ურტყავ თამაშებზე იმას, ვერ ვიგებ. ალბათ ეგეც აზარტია აქვთ, რა აქვთ, არ ვიცი. დამაცად კარებ გაუღო. და გაპაუზოთ, დაიცა თორე. არ ვიცი. მიოყადრე ვალერიო, კი. უნდა დავემშვიდობო მეთქი და ვისაო და მამა ჩემ ვალერას მეთქი. გამარჯობა. ვალერა ერქვა. Valerio mi chiamo io. Mio padre era. Suo padre, cioè mio suocero. Ჩემი მამამთილი კი არა და სიმამრი, რა ქვია. და ეგრე კაი გულის მოფხარვის ჭორაობა მინდა თქვენთან, მაგრამ არა მაქვს ხოლმე. Con questi sbalzi di temperatura ti senti veramente un cadavere. მკვდარივით ავარო ამ ტემპერატურის ცვალებადობა მკვდარივით მაგდებსო. Però io salgo sempre a piedi. Non prendo mai l'ascensore. ფეხით ამოვდივარ მე, არ მინდა ისაო, რა ქვია, კომისკემ ასcensore. Ascensore. რა ქვია ხალხო ასcensores, ისა. Ascensore. ასპეტა კომისკემ. ლიფტი არ მინდაო ფეხით. თან განანელა ამოდის რომ. არა, ეგრე ამბორბის, აი. Non è che sta salendo piano, devi correre. Tic 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 tic. Io devo correre per forza. Romo usmino. Quanti anni hai? Io. Non dire. 102. რამე იტლის ახალ მეთქი და თანაობრივ არა თქვა მეთქი და 102 წლის ავარო. Sono giovane ancora. Beh, non ho capito. ახალგაზრდა დავარჯერო და მაგრამ ამეთქი მეოთხარი, აბარა. Ma sai, stamattina sono fatto 3-4 km a piedi. 3-4 chilometri cavevo. Con la macchina non sei uscito. Perché non sei uscito? Dove dovevo andare con la macchina? Dovevi andare a prendere appuntamento per lavare la macchina. Domani vediamo. დილას უთხარი რომ გადი მეთქი, მანქანით გადი, წადი მეთქი და შეუთანხმდი რა დროს მიიტყადო მანქანა გასარეცხად. იმიტომ რომ გატურტლიანი აღარ ჩავჯდები. Non ho capito. ხო და არ გავედი მანქანით, ფეხით წავედიო და 3-4 კილომეტრი ვიარე. Domani mi sono alzato, stamattina mi sono alzato con la luna storta. დღეს მარცხენა ფეხზე ავდექიო, ჩვენებურად რო თქვა. Non ero in condizione di poter connettere. Ver ukavshide. Windows da browser ერთმანეთში იყო. Ero scollegato quando mi sono alzato, quindi stavo pensando a un'altra canzone, ma comunque vediamo un po', questi giorni სხვა რამეზე ვფიქრობდიო, სხვა სიმღერაზე ვფიქრობდიო, რომ se carico una bellissima canzone, spero come al solito vi piaccia. სხვა სიმღერას ვამზადებდიო, რომ დამედოო და სხვა ვიპოვეო და ის უნდა დავდოო და იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. Io non ho capito con il nuovo regolamento di YouTube, non lo so se è colpa di YouTube o colpa vostra o è colpa di chi non mi segue più, diglielo.
ვერ გავიგეო ამ YouTube-ის ახალი კანონებითო, ახალი წესებითო, ვერ გავიგეო YouTube-ის ბრალიაო, რომ ნახვები აღარ აბაქო, თუ თქვენი ბრალია ვინც აღარ მიყურებთო. Televisivalizzazione. აღარ abak ნახვებიო და Forse con il nuovo regolamento di YouTube. იცით როგორ არის ხალხო? უცებ ნახავს, რომ სიტყვაზე აქ რაღაცა რიცხვი, ხო ციფრი რაღაც ნახვები. 1-2 საათი გავა და 1:15 მოაკლდება. მე ვფიქრობ, რომ ჩემით ვიფიქრე, რომ იმ ქვეყნებში, სადაც YouTube-ი დიჩამო შეზღუდულია, ასე ვთქვათ, თუ რუსეთი თუ რაღაცა, ალბათ მეთქი იმ ნახვებს, რა ქვეყანაშიც YouTube-ი არ აღიარებს თუ როგორ ვთქვა, შეზღუდულია, იმ ერს აკლებს მეთქი. არ ვიცი, ჩემი უტვინო თავით ვამბობ magას, არ ვიცი. Quindi, non lo so, quando ascoltate, condividete anche con i ფაქტია, რომ vostri ერთი დღე აქ amici. მე აკლდება, მე მისევ და აკლდება და სუკლება-კლებაში მოდის რა. E vabbè, dai, lo so. Andiamo, se no non si mangia oggi. Io vi saluto. Davide mეთქი, თორე დღეს სადილე არ იქნება. Ho fame, sinceramente. Hai? No, non ho fame, sinceramente. Decida. No. Rogi მასიმართლე გითხრათ ფშიაო და რა სამბობ მეთქი. არა, რო გითხრათ სიმართლე არა ფშიაო და გადაწყვიტე მეთქი რომელი გინდა. Vediamo e poi quando mi siedo, vediamo. Sto dicendo a loro, noi cerchiamo di essere allegri, tiriamo su da soli se stessi o uno l'altro, andiamo avanti con... No ragazzi, allegria, altrimenti qua... მე ვთხარი ამას, რომ ჩემ ხალხს მეუბნები მეთქი, რომ ერთმანეთს ვეკაჩებით. ერთმანეთს ვეკაჩებით მეთქი თავს ვიმხნევებთ. Allegria. ხო, ეს იცახის, რომ ცოტა მხიარულებაო და ის დაურთოთო, თორე გადაგწერენ პირჯვარსო. Lei ad esempio, lei è allegra, lei sembra allegra. Perché? Perché io pago, chiaro, lei sta sempre allegra. Vai ეხლა როგორ მივახჩო ამ პირდაპირ ეთერში, ოდეთო კობე უჩიდერე adesso indire. Io nana, su მხიარულია, იმიტომ რომ მე ვიხდიო. Chi è che devi pagare? Vieni una გადაიხადო საყვარელები არა. Va bene, non fa niente. Per questa volta è andata, va. La prossima sarà la stessa. Io pago. Ragazzi, mi raccomando. Ma როგორ გინდა? Abbracciate i vostri mariti, abbracciate le vostre mogli. მოეხვიეთო თქვენ ქმრებსო, თქვენ ცოლებსო, მოეხვიეთო. Un sorriso ai vostri figli. აუცილებელი კი არ არის მოხვევა, იმას კი არ ნიშნავს, რომ აიდავანც რამე უნდა იმამაძაღლოთ. ისე მოეხვიეთ, ხალხო, გადაეხვიეთ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს, როგორ გითხრათ, არ ვიცი. აუცილებელი კი არ არის არიქა, თუ გადავეხვევი არიქა და ρამე უნდა, არა. Beh, vi saluto. ჩახუტება იცით რა კარგი რამეა. ვეთქვი ხოლმე ჩემ ქმარს, მოდი მეთქი რა ჩაგეხუტო და ისა, ჩემ ძალებს მოგცემ და შენ ძალები მომეცი მეთქი და იცით რა კარგი რამეა. ჩახუტებ, ოდეთო, quando dico de abbracciamo, Sempre, ci abbracciamo. Diamo le forze, scambiamoci le forze. Beh, vi raccomando la prossima canzone che è bellissima, non ve la perdete. აბა ეხლა მომდევნო სიმღერაზე მზად იყავით, არ გააცუროთო თუ არ დაკარგოთო რა ვიცი. Anticipiamo questa volta. წინასწარ გაგეუბნებით. Ciao ciao. Ciao. წავედი ხალხო მე ცოტა ვიდეოთი ხო მოვირბინე. ხო დაგენახეთ. ხო ვიყბედე, ხო და ეგრე. წავედი. Haime, an ratwar გაიხადეთქო, რა ვიცი, კარგად თბილად კი ვიჯექი, ჩაფუფნებული კი ვიჯექი და ესა, რა ქვია. წავალ ეხლა და მივხედავ ოჯახოს, ჩემ ქმარს. კოცნით ყველას აბაჰე და აბახო.